ვინც პირველი გამოიცნობს რა უჭირავს მეორეს ხელში ის მოიგებს ამ თამაშს. ნივთია? ნივთია ქრისტინე კი. შენი ნივთი პერსონაჟია რა მე? არა. შენ ნივთს ბიჭები იყენებენ? არა, ორივე იყენებს. შენ ნივთი გოგოებისაა? კი. შენ ნივთს დიდებიც გამოიყენებენ ისეთია? სხვათა შორის კი. ჩემი აზრით სახლში ძალიან გამოსაყენებელი ნივთია ეს. აი იქიდან გამომდინარე რომ შენ ვარდისფერი ფერი გიყვარს. შენი ნივთი ვარდისფერია? ვარდისფერი არ არის. პატარაზე ურებია რაღაც ეგეთი. ოკეი. შენი ნივთი დიდი არის? გააჩნია რა სეზახშენ დიდი რა მანქანის ხელა არ არის ეს. შენი ხელის გულზე ეტევა? ხელის გულზე ვერ ეტევა. დიდია უფრო. მაგრამ ხელზე ეტევა. შენი ნივთი მუსკვერცხებში ამოდის? კი. შენ ნივთს ბორბლები აქვს? არა, ბორბლები არ აქვს ქრისტი. აი, რახან მივხვდი რომ გოგოსი არის და თან მუსკვერცხებში და შენთან. შენი ნივთი კონციალაა? არა. შენი ნივთი პირამიდაში დევს? გოლიათ პირამიდაში? არა. შენი ნივთი კოსმეტიკაა რამე? კი. კი? ოკეი. შენი ნივთი დიდ კოშკში დევს? დიახ. ქრისტი, ხვდები და ახლავით შენი ნივთი რა არის, მაგრამ სახელი არ მახსოვს მაგ ნივთის. მითხარ, აი როგორც გინდა აი როგორ რაღაცა სახეზე რო ისვავენ რა ფერებს, აი ეგ არის სავარაუდო. თუმცა სახელი არ ვიცი რა. ეს სახეზე ბევრ ამას ისვავენ ჯერ ესე. არ ვიცი ქრისტიანო. ბოკებზე, აი ბუსკვერცხში რო დევს ფერად რაღაცეებს რო ისვავს სახეზე, აი ეგ არის. ეგ არის ბოლოს და ბოლოს? ხო, ეგ არის. საერთოდ არ შემეჯიბრო არაზრუს თამაშში რა. რატო? რაცია. ეგ როგორ უნდა გამომეცნო? რავი, ჩვეულებრივად ქრისტი, რაცია.